პროლეტ მწერლების გაბრიყვების საქმეში დიდი დამსახურება მიუძღვის ფილიპე გოგიჩაიშვილის სიტყვებით, რომ თქვათ, საქართველოს უკვდავ ჰეროსტრატეს, ფილიპე მახარაძეს. აი რას ჩააგონებდა ეს სამშობლოს მგმობელი ბოლშევიკი, აქვე სამშობლოს უარმყოფელ პროლეტარ მწერლებს. თამარის და გორგასლის კულტურას ჩვენ არ მივიღებთ. მან ილია ჭავჭავაძის ფიზიკურად მოსპობის წაქეზება არ იკმარა და მისი შემოქმედებისა და მოღვაწეობის გასაქარწყლებლად ყველა ღონე იხმარა. ილია ჭავჭავაძე იყო მუშებისა და გლეხების ექსპლუატატორი. როგორც მწერალი, ილია ჭავჭავაძე იყო რეაქციონერი, მემამულეების ინტერესების უერთგულესი დამცველი, ფედერალური საქართველოს თაყვანისმცემელი და მონარქისტი, რეაქციონერი და კონსერვატორი. ილიასა და მისი მიმდევრების მწერლობა ჩვენ არაფრად გამოგვადგება. ნამდვილ მწერლობას პროლეტარული მწერლები ქმნიან. აი ამ უბედურებმაც დაიჯერეს და ირწმუნეს, ლანძღეს და თათხეს ჩვენი კლასიკოსები. ბენიტო ბუაჩიძე, ჩვენ მოვითხოვთ სკოლის სახელმძღვანელოები ხელახლად იქნეს გაწმენდილი ძველი სახარებიდან და მამაშვილური პატრიოტიზმით სავსე წიგნებიდან. ალექსანდრე სულავა, კლასიკოსებისაგან სწავლის ლოზუნგის რეალიზაციას ჩვენ სინამდვილეში უფრო მეტი ზიანი მოაქვს პროლეტარულ მწერლობაში, ვიდრე სარგებლობა. ილია ჭავჭავაძის მგზავრის წერილები უაღრესად ნაციონალისტური და რეაქციული ნაწარმოებია, რომლის ფორმულას ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდესო არაერთი წვინკლიანი ინტელიგენტი აუსლოკინებია. აკაკის თავო ჩემო ბედი არ გიწერია და გამზრდელში, ბარათაშვილის ლექსებში არავითარი საკაცობრიობო იდეები და ჰანგები არაა. დიმიტრი ბენაშვილი ილია დიდი რეაქციონერი და ნაციონალისტია. მემარცხენე ფრონტელებიც, ყოფილი ფუტურისტები აგდებულად იხსენიებდნენ კლასიკოსებს. დასანანია, რომ ჟურნალისტურ ანკეტას კლასიკოსების პრობლემა სიმონ ჩიქოვანმაც ასე უპასუხა. ნიკოლოზ ბარათაშვილმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა ისე გაიარეს ლიტერატურაში, რომ პუშკინის როლი ვერ შეასრულეს მწერლობაში მხატვრული გზით. მათი რაიმე ძირეული გამოყენება თანამედროვე მწერლობაში ნაძალადევად მოთრეული მიმბაძველობა იქნებოდა. ბარათაშვილის ცნება ქართულ მწერლობაში უფრო პიროვნების გაიდეალებაა, ვიდრე პოეტური დაფასება. ბოლოს ხაზგასმული დასკვნა. საქართველოში საბედნიეროდ მისაბაძი კლასიკოსები არ არსებობს. შემდეგ მისდგნენ მათ თანამედროვეებს. ბენიტო ბუაჩიძე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ დამწყები ვართ კაცობრიობის ისტორიაში, ოდესმე არსებული მწერლობათა შორის ყველაზე ძლიერი, ყველაზე უდიდესი მწერლობის.